ხები. როდის დაინახეთ პირველად შიშველი მანდილოსანი? შიშველი მანდილოსანი ერთი კვირის წინათ. ქონდა თუ არა სექსი მასთან? კი. როგორი? ბევრი სექსი მქონდა. გიჟური თუ როგორი? გიჟური. და აგვიღწერეთ საერთოდ სექსში როგორი ხართ? როგორ? სექსში როგორი ხართ აგვიღწერეთ? აგიხსერო რანაირად? აი რა განსხვავებული თვისება გაქვთ მაგალითად სექსში რაც სხვა მამაკაც არ გააჩნია. პოზა გაქვთ. პოზა ზემოდან და წაკუზული. და რომელი უფრო მოგწოთ ამ ორიდან? მაორიდან. ზემოდან რომ აჯდია ქალი ტიტველი. და ზემოდან რომ გაჯდიათ, აი თქვენი განცხადებით, ქალი ტიტველი ძალიან ქსიამოვნებთ? ძალიან. ჩემზე დიდი პატივი არის მაგ. რო ზემოდან გაჯდიათ. რო ზემოდან მაჯდია. და მომისმინეთ, ახლა გისმენ. მკერდს როგორ შეფასებას გაუკეთებთ? მკერდს გაუკეთებ შეფასებას, დიდი ძუძუები უნდა კონდეს და 100 ამხელა მუტელი. ძუძუები რძე გიყვართ? რძე არ მიყვარს, რძე მეზიზღება. და რო გადმოდინდება მკერდიდან რძე, კარგი ქალის მკერდიდან როგორ არ სვამთ? სმით არა. სტივენი არა ვარ, მაგნაირი რამე რო გავაკეთო ქალთან. გასაგებია. ბატონო სერგო, საზოგადოებას კარგად მოეხსენებათ, რომ თქვენ ჰოლივუდში ცხოვრობდით 10 წელი და იქ 10 წელი. იქ ძალიან რომ მოგეხსენებათ მანდილოსნები ძალიან მომწონები ცხოვრობენ და ბევრ მანდილოსანთან ქონდათ სექსი ჰოლივუდში? მაგალითად ცნობილ მსახიობებთან თუ ქონდათ სექსი? ჰოლივუდში რომელსაც მე ვიცნობ ძმა. ჰოლივუდში. ხო, ჰოლივუდში რომელსაც მე ვიცნობ, მე ვიყავი ჩემო ძმაო ერთხელ წასული თბილისში. დიახ. ახლა რა ხდებოდა თბილისში? დიახ. მე ვიყავი სასტუმროში იქანე. დიახ. დათო ბატონო. დიახ. თბილისში სასტუმროში თვითონ. რომელიც ხალიც მომტყანი 4ჯერ დიახ. დაორსულდა. მერე წევიდა იქალი ექიმთან და მეიშალა მუცელი. დიახ. ბოლში არაყვა. მე ამიტომ ჩემოდათო რომელიც მომტყანი იქალი გავლახე. დიახ. გავლახე იმის გულებისა ეკუთვნოდა. ჯესერთი წადის შენი დედა მომტყნაო, სერგო ბოლოში მითხრა სიტყვა. ეგი არ ვაპატიე, შენი დედაც და შენი ოჯახიც თქო მე ვთხარი. ახლა მეორე მოვიდა კიდე ხალი შემოვიდა ოთახში, იგიც მომტყანი 3ჯერ გამოუღებლად. იმეორე უფრო ჯობდა ვიდრე პირველი. დიახ, თქვენ წეხან ბძანეთ რომ კიდე რა უნდა შემეკითხო? გამოუღებაში რამ შეგიშალათ ხელი? ხო ახსენეთ რომ გამოუღებლად ასე ვთქვათ. ტყანი. დიახ, რამ შეგიშალათ ხელი გამოუღებაში? გამოუღებაში. რამ შემიშალა დათო ბატონო ხელი და ერთხელ ბიჭმა მითხრა მაქალის ღირსი არ ახარო. ამის გულებისა ერთი ომი ავტეხე. დიახ. გავლახე ბიჭი დავასისხლიანე. მერე მოვიდა პატრული ჩააჯინა პატრონუმამ და წაიყვანა მილიციაში, გამყვებილებაში. ბიჭი. დიახ. აი ამის გულებისა რა მოხდა? გასაგებია. ცოლის შერთვას არ აპირებთ? ცოლის შერთვას დიდი ბოდიში და თუ არავინ არ მომყობა. მოგეხსენებათ პატიოსანი ქალების დეფიციტი არის ეხლა ჩვენ ქვეყანაში და მთლიანად მთელ ევროპაში. მოგეხსენება ქუთაისში როცა მე ვტყანი ხალი პირველი ვიდეო გადაიღო ამან. წადი და მიჩივლე. როგორ გეკადრებათ რა ჩივლებას და არა როგორ გეკადრება გეთაყვა. მე შენ ჭკვაზე არ დევიგულებ. თავს სერიალებს ყურობ? კი, ყოველ დღე. დინასტიას ყურობდით ადრეულ წლებში? დინასტიას, სექსის დინასტიას კი. კასანდრას? კასანდრა არ მიყურებია, მაგრამ რომელიც მე უყურე სექსის გამო, ჩემოდათო იმას კი აღიხსნი. დიახ. ერთხელ ვარ მეზობლის სახლში. დიახ. დათო. ახლა ამ მეზობლის სახლში რა ხდება? რა ხდება ჩემოდათო ამ მეზობლის სახლში, ჩემ მეზობლის სახლში და გეტყვი. კომპიუტერი აქვს მაგას ნაყიდი. ნაყიდი. დიდ ხმაზე გელაპარაკები რო გეიგო და დევასო სამან. ამას კომპიუტერი აქვს ნაყიდი. დიახ.
დისკი იმაში აქვს ჩადებული, რა ქვია. პატარა იმას რა ქვია. დივიც. კეისი. დივიც. აქ დისკი სექსის. უყურებს ახლა ებიჭი და აუდგა და ხალი ვერ ნახა. ხალი ვერ ნახა ამ ბიჭმა, რო აუდგა. ახლა მე უთხარი მაგას. მე მოგიყვან ახლა ვინც მოგცემს ხალთქო. არ მოტყნავდა დედის დედა გაქვს მოტყნულიო. მე უთხარი აგერ ვინც იყო ვიდეოსტი. დიახ. იმას. ძალიან გასაგებად ყოფით და კიდევ განაგძეთ ასეთი საუბარი გთხოვთ ბატონო სერგო. კიდევაც განაგძო? კი ბატონო. ძალიან აზრიანი საუბარი გაქვთ ეხლა. ძალიან აზრიანი, ძალიან. აზრში შევედი, იმნაირ აზრში უფლება რომ მომეცი დათო ბატონო. და რო დაგვებადოს ჭეშმარიტება საუბარში. ჭეშმარიტება რო დაგვებადოს. რა თქმა უნდა, განაგძეთ. კი ბატონო. მივედი და იმ ბიჭთან მივიყვანე ხალი. ნელას ვიადი არ შეგაშალოს ხელი და განაგძეთ. ავთო არ შეგაშალოს ხელი ძმა. მივედი და მივიყვანე ხალი. ტიტველი ჩამოდათო. დიახ. ტიტველი ჩოუგორდა დედა მოტყნული ხალი ამ ბიჭ ტიტველი ლოგინში. მე უთხარი ამ ბიჭ ამ ტიპს უთხარი ავტობატონო რა უთხარი იცი ავტობატონო მოტყანით ხო ტიტველია ხალით ხო არ მოტყნა დედის გვარი მოუთხარი ხელი რამ შეუშალა ხელი რამ შეუშალა მაგამოს განხორციელებაში მაგან ხორციელებაში ხელი არავის არ შეეშლია ჩემოდათო მე შემაგინა პირველად თვითონ ამ ბიჭმა სალამდე დაიწყო სექსი დიახ ხო პირველად ახლა რა ვქენი დათო ბატონო ხალი არ მოტყნა ჩავაცვით და გავაგდე იქალი მანქანა მელოდებოდა გარეთ ძმაკაცის დათო ჩავაჯინე ძმაკაცის მანქანაში ახლა რა ვქენი შევარდი იმ ბიჭთან ტიტველი ვარ დანამაში ტრიაპკაში ისა ჩადებული მაგ და ამაში მაგ ჯიბეში დანა დიახ რა ვქენი ახლა 20 წუთი არ გასულა და შენი დედის მუტელი გავხიეო სერგო კივა ფანჯრიდან ეგი კამანდილოსანი გაგინე არა ბიჭი მამაკაცი ახლა მე რა ვქენი შენი ოჯახიც მოვტყნა და შენ მოგიტყნა დაბადება მე უთხარი და კოჰაბიტაცია არ ქონდათ ესე იგი ოჯახში ყოფათიაზა არ ქონდა მაგას კოჰაბიტაცია ხო არ ქონდა არავინ მე უთხარი შენი ოჯახიც და შენი მკვდარიც თქო დემეჯახები თქო მე უთხარი ამას ამ პიროვნებას დიახ მოგიტყნავ დედის დედას აკლემის წიხლით თქო დიახ ეწიხლი რა ვარც ეინახა და დაამთავრა ბაზარი არაფერ არ გეუნები სერგო გამოიყენა დუმილის უფლება ესე იგი ბოლომდე გამოიყენა ახლა მეორეს რა შემეკითხები ბატონო დათო რო გავნაგძო შენ მითხარი განაგძეოდა მეორე რა იქნება ბატონო დათო ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვით გადმოვალ თქვენთან ბატონო სერგო საქართველოში საჭირო რა ის შეკითხვა გაქვს შენ მომიტყანი დღეს ტვინი მიდი გასაგებია მაგრამ უნდა მადროდ რისი შეკითხვაც გადროვებ საქართველოში საჭირო არის თუ არა იყოს ქალიშვილობის ინსტიტუტი და საქართველო არის თუ არა დღეს ქვეყანა ქალიშვილობის ინსტიტუტი განაგძეთ შენ განაგძე მე არ ვიცი ბოლომდე მე ვამბობ რომ არის საჭირო ქალიშვილობის ინსტიტუტი მერე მაგრამ სექსუალურ რევოლუციაში სექსუალურ ცხოვრებაში თქვენ კი მე მთელი ამ 44 წლის მანძილზე რაც გიცხოვრიათ ამ ტანჯულწუთის სოფელში რა გააკეთეთ იმის ფასი რომ თქვენს წინაშე თქვენ იმსახურებდეთ რომ კარგი მანდილოსანი გაშიშვლდეს თქვენ წინაშე და გქონდეთ მასთან სექსი იმსახურებთ თუ არა ამას გადაავლეთ თქვენ გამრით ცხოვრებას თვალი მე ცხოვრებას გადავავლე დიდი ხანია თვალი დათო დიახ ჩემ ცხოვრებას გადავავლე დიდი ხანია თვალი შენ დამიმიზნებიდეო ბიჭო რა თქმა უნდა რო კარგად მე თვალი გადავავლე ძმაო ახლა ეს მითხარი ძმაკაცი მყავს ერთი დათო ბატონო და მაგას ჩემ სიცოცხლეში არ მოუყვანია ხალი დიახ
ახლა ერთ შეკითხვას მოგცემე შენ ბატონო დათო. დიახ. უნდა გამცე კონკრეტულად პასუხი. რა თქმა უნდა, ყველანაირად პასუხი. შევეცდები. შეეცდები კი არა, უნდა გამცე. დიახ, გაგცემთ. იმიტომ რომ დიდი ბოდიში შენთან შენი მსახიობი ვარ ძმაო დათო და ხელს არ გამარტყა. რა თქმა უნდა. ჩვენი თეატრის მშობლიური თეატრის მსახიობი ბრძანდებით. კი ბატონო. მთელი ეს 50 წელი გაატარეთ სცენაზე თქვენ. კი ბატონო. მრავალი მაყურებელი გიკრავდათ ტაშ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ლაგოდეხში, თელავში, ოზურგეთში და აი ასე მთელ ევროპაში რა, ასე რომ გითხრათ. მეტი არ გააგრძელო, ახლა მე მაცალე კითხვა. დიახ. ახლა დათო ბატონო როდის მომატყნევინებ ქალს? რომელ პერიოდში და ტიტველი რო იყოს სიქალითლა? და გინდათ რომ გაგცეთ მართალი პასუხი ამ კითხვაზე. ამის კითხვა გემეცი და დანარჩენ გეტყვი და დაგატორმუზებ. მე თქვენ კი, ქალს კი ბატონო. შეგახვედრებთ მაშინ, როდესაც როდის? თქვენ რაც წინა საუბრებში განაცხადეთ, როცა აგიდგებათ და როცა არ შეიცვენთ თავს და გექნებათ კაცური ღირსება, აი მაშინ. ახლა ეს მითხარი. ერთი სიტყვა ბატონო დათო. დიახ. რომელიც მე თქვენ სპექტაკლში მე მონაწილეობ. სერგო ადამიანი, ცნობილი სპექტაკლი, კი? სერგო არის ცნობილი სპექტაკლი. სათაური ქვია სპექტაკლი, სერგოა ადამიანი, ასეთი სპექტაკლი. ადამიანი, სერგოა ასეთი სპექტაკლი. ახლა რა შეგეკითხები ბატონო დათო? დათო ბატონო. დათო ბატონო. გისმენთ, გისმენთ. როდის წამიყვან? ეგი მაინტერესებს ბოლომდე. ტიტველ ქალთან. ტიტველ ქალთან წაგიყვანთ, როცა იქნება ფილმის გადაღება, კი ბატონო. გადასაღებ მოედანზე თქვენ შეგიყვანთ, კი ბატონო. გეკნებათ თეთრი ფერის, ასე რომ ვთქვათ, ძველ ქართულად რო იციან, ხალათი მომცმული. მოცმული მერე. შეგიყვანთ გადასაღებ მოედანზე, გადასაღებ მოედანზე შეგიყვანთ. კი მერე.